თქვენ რადიო თავისუფლების გადაცემას უსმენთ, მიკროფონთან არის ოქროპირ რუხაძე. რა იცის საქართველოს მოსახლეობამ თავისი ჯანდაცვის უფლებების შესახებ? ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამ თემაზე კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა საყოველთაო ჯანდაცვისა და დარჩენილი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაცია აქვს. კვლევის დეტალებზე გიორგი გოგუაგი ამბობთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქვეყანაში ჯანდაცვასთან, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია. დღეს გამოქვეყნებულ საკმაოდ მასშტაბურ კვლევაში 1918 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა უკვე წელიწადზე მეტია მოქმედებს, გამოკითხულთა 18%-მა არც კი იცის, რომ დაზღვეულია. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ამბობს, მსგავსი შედეგი მკვლევარებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. მეორე, რასაც არ ველოდით, არის ძალიან ჯანსაღი მიდგომა საკუთარი პასუხისმგებლობის მიმართ. გამოკითხულების 57% მზად არის, რომ გადაიხადოს ერთი ლარიდან ზღაც ლარამდე და მეტი ყოველთვე საკუთარი დაზღვევისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობას არ სწორად უდგას ეს აუცილებლობა, რომ ყველა ადამიანი დააზღვიოს გადასახადის გადამხდელის ხარჯზე. ამ რესურსის გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ გამოთავისუფლდეს ის რესურსი, რაც იხარჯება ამ საყოველთაო ჯანდაცვაზე და მიიმართოს იმ ადამიანებისგან, ვისაც ნაკლებად მიუწვდება ხელი ჯანდაცვის სერვისებს. კვლევამ აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვისა და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ ენდობა. გამოკითხულთა 75%-მა კი არ იცის, როდის შეუძლია უფასოდ მიიღოს წამლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. კვლევის პრეზენტაციას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კვლევის შედეგებმა მათი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დარბაზში კამათი მოხდა. რასაც არ არის ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერ ისარგებლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ კვლევაში არასწორი ტერმინებია გამოყენებული. აღრეული ერთმანეთში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა და სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამა. არ არის გამიჯნული გამოკითხული ბენეფიციარები რა აზრის არიან ან დაზღვევაზე და ან საყოველთაო ჯანდაცვით პროგრამაზე. გარკვეულ პუნქტებში ნეგატიური ხარით არის გაშუქებული გარკვეული მონაცემები. არ დარეგისტრირდა ამდენი და ამდენი ადამიანი. სვამ კითხვას, უნდა დარეგისტრირებული იყო, ეკუთვნოდა მათ საყოველთაო ჯანდაცვით პროგრამით გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიღების უფლება ჰქონდათ? საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს უფროსი მკვლევარი მიხეილ კუკავა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მსგავსი კრიტიკა უსაფუძვლოა და ორგანიზაცია სამინისტროს ეჭვების გასაფანტავად კვლევის მეთოდოლოგიას გააცნობს. გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ გვაქვს ხაზინის მონაცემები, რომ უბრალოდ არ დახარჯა ჯანდაცვის სამინისტრომ ფული 310 მილიონი ლარი სოციალური მოსახლეობის სააგენტომ. 310 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა. თუ გავითვალისწინებთ დასაწყის ხარჯები 9 მილიარდზე თქვა და ოდნავ მეტი, ეს მონაცემები ხაზინის არ დასტურებს იმას, რომ ადამიანები უბრალოდ არ სარგებლობენ ამ გეგმიური ამბულატორიის სერვისებით. ჩვენ ლაპარაკი გქონდა საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიურ ამბულატორიულ და პოლიკლინიკურ სერვისებზე. არ რეგისტრირდება, შესაბამისად არ იხარჯება გამაცე ფული. მიხეილ კუკავა დასძენს, რომ სოციალური სააგენტოს მოვალეობაა მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვისა და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა ნახოს, სად არის კონცენტრირებული ის 9 მილიონი ადამიანი და შემდეგ უნდა იმუშაოს ამ ადამიანებთან, უნდა გააგებინოს უბრალოდ უთხრას, რომ დაზღვეულები არიან. ძირფესამცველებო გიორგი გოგუას სიუჟეტი დასრულდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსის მიხეილ კუკავას ამ შეფასებით.